ჩვენ აქამდე ქონდა ამერიკულ სტანდარტს ვეძახდით, სადაც გამოხატვის შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ძალადობის მყისიერი და რეალური საფრთხე იმ მომენტში. მაგალითისთვის, თუ ადამიანები დგანან ერთად, ერთი მეორეს რაღაც მძიმე შეურაცხყოფას აყენებს, ამ დროს არსებობს, რა თქმა უნდა, ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე და ამ დროს შეიძლება ჩაერიოს სახელმწიფო და ააკვეთოს ამგვარი ძალადობა და მათ შორის დააკავოს ეს ადამიანი, ვინც ილანძღება ან ასეთი მსგავს სიტყვებს ამბობს, ხო? თუ ეგ შემთხვევა არ არის და Facebook შემთხვევა ეგ არის, რომ იმ წუთიერი საფრთხე ვერ გექნება, იმიტომ რომ რა ვიცი 100 კილომეტრის მოშორებით შეიძლება იჯდეს ადამიანი შენგან და წერდე Facebook-ზე რაღაცას, იმ წუთიერი ძალადობის საფრთხე არ იქნება და ამით უმეტეს თუ ეს პოლიტიკოსებს მიემართებათ, რომელსაც თმენის მაღალი ვალდებულება უნდა ჰქონდეთ წესით, ეს არანაირად არ შეიძლება დააწესო ესეთი კანონი, რომ გამოხატვის თავისუფლება ამ მიზეზით შეზღუდო. კონკრეტულად რა?